ნინო, ჩემო საოცრება რა მაგარია. აბა წავიკითხოთ. ნინ 10 თვეში მაინტერესებდა რამდენი დაიკელი ბარიატრიის შემდეგ. 110 კილო და 57 კილოზე ჩამოვედი. ეს კვირა 2 კილოს მიჩვენებს მატებას და გირს გავარ. კიდევ მინდა 10 კილოს დაკლება. რა თქინა 10 კილოს? რამდენი ხარ სიმაღლეში? მაგრამ უკვე ვერ შევძლებ. მახსენდება შენ რომ გწერდი ძალიან კარგად ხარ და არ გინდა დაკლება თქო. თურმე სიგამხლე ზედმეტი არასდროს გამარჯობა ძირფასო. არასდროს ყოფილა. დღეს 59 კილოზე იმდენად მსუბუქი მეჩვენება თავი რომ ვერც წარმოიდგენ. ფსიქოლოგიურად 50 კი არა 5 კილოს არ მაქვს დაკლებული. 10 უკვე კუჭი გამეზარდა, შიმშილის გზნობაც დაბრუნდა და თითქოს ეს ოპერაცია საერთოდ არ გამიკეთებია. 3000 კალორიაც კი შემიძლია ზოგჯერ ვჭამო. დაკლება მომატების ფაზაში ვარ გადასული. არადა ეს კალორიები ისე ადვილად გროვდება, ზოგჯერ ვითვლი, ზოგჯერ არა, რადგან სერიოზული ისტერიკა მემართება. დღეს 1438 კალორია უკვე მივირთვი და წინ მთელი დღეა. შიმშილი ცულით დამსდევს. არ არის ჩემი საშველი. ერთადერთი გამოსავალი კალორიების თვლა, მაგრამ ოჯახური სადილების კალორიების თვლა ძალიან დიდ დროს მოითხოვს. მოკლედ, ხან ვითვლი და ხან არა. როგორც ყოველთვის დიდად არ მოძრაობ. შენაირად ლამაზად არავინ ითვლის კალორიებს. კალორიების დედოფალ. ვაიმე, მადლობა საყვარელო. ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი გარანტია კალორიების დეფიციტია. კუჭ-მოჭრილი ქალის კომენტარია ეს. მადლობა ვიდეოსთვის. ისქნებ გავაკეთო. შენი კომენტარი ავპინე ძირფასო და ამ დროს იმას ქნავ. რა ჯანდაბა ქვია მაგას. მეხსიერება მომეწურა. ესე იგი რაღაცა კითხვები მაქვს და ჩემი პასუხებიც მინდა რომ გითხრა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გაზიარებისთვის შენი გამოცდილების. მეორე მხრივ დიდი მადლობა, ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო ეს ჩემთვის. ესე იგი, ნახე ახლა შენ სიტუაციაზე. ჯერ მინდა გკითხო რომელი გაიკეთე, ვაიპას თუ სლივი. ეს ერთი. მერე მეორე. ის რო ეხა გაქვს შიმშილის გრძნობა. ბატონო ზე არა გვაქვს მე უნდა ვიყიდოთ. ვიდეოს გადაღებას რომ მოვრჩები, მე ვიყიდოთ. მე ვიყიდოთ. წყალი გვაქვს? წყურია? დაგისხა წყალი. მაგიტანა წყალი. მოვტან წყალს და მოვა. გავაგრძელოთ ესე იგი, რას ვამბობდი? იმას ვამბობდი, რომ პირველ რიგში, ანუ ყოველთვის, როცა ადამიანები ეხლა ძალიან აი როგორ თქვა, როგორ მომიბრუნდეს ენა მოდაშია თქო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი იკეთებს ხაბარია დღეს. რატო აქვს დიდი თვალი? იმიტომ რომ კარგად პატარა ლითლ თვალი აქვს ამას? საყვარელი. ანუ მე მესმის ისე როგორც არავის არ ესმის. ევა, ვიდეოს ვიღებდე 1 წუთი. მე მესმის ისე კარგად როგორც არავის არ ესმის ეს კვებითი ამბები, იმიტომ რომ მე ვიცი რა არის კვებითი აშლილობა, მე ვიცი რა არის საჭმელზე დამოკიდებულება, ანუ საჭმლის ნარკომანი რო ადამიანი, იმიტომ რომ ჩემ თავზე მაქვს ეს გამოვლილი და მე ვიცი რამდენად რთულია წლების ნაგროვებ წონასთან ბრძოლა და რა ადვილია დამარცხება. ადვილია ვიძახი, რომ იმანდა გამარცხოს, თორე შე რო ცდილობ და მარცხდები და მე გონია, რომ აი ბარიატრიას გავიკეთებ მეშველება. ამიტომ რომ უყურებ ადამიანებს, რომლებიც სასწაულის ისწრაფით იკლებენ, აი როგორც შენც დაიკელი. ხედავ როგორ იკლებენ ადამიანები საოცარი ისწრაფით, როგორ ძალიან დიდ სიგამხლესთან მიდიან და გიჩნდება იმის ილუზია, რომ დაიკლებ სამუდამოდ, რომ საშველი ბარიატრია.
სინამდვილეში ბარიატრია არ არის საშველი. ბარიატრია ისეთივე ინსტრუმენტია, როგორც კალორიების დეფიციტი. იმიტომ რომ ნახე, კალორიების დეფიციტი ჩვენ უნდა შევქმნათ აქ. ანუ ჩარჩო უნდა შევქმნათ აქ. ეს რთულია. იმიტომ ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება საჭმელზე, კლებითი აშლობა და ძალიან რთულია. დახმარების გარეშე ერთეულებს შეუძლია და დახმარებითაც ყველას არ შეუძლია. და ოპერაცია რას აკეთებს? დეფიციტი გექმნება. ოღონდ ჩვენ ეხა მაგალითად გოგოები კალორიებს რო ვიცვლით, ჩვენ რო გონივრულ დეფიციტს ვიქმნით, იქ გონივრული დეფიციტი არ იქნება. იქ იქმნება გიჟური დეფიციტი. ახლა შენ წარმოიდგინე 110 კილოდან 57 კილომდე დაკლება 10 თვეში. ცხიმი. просто წარმოიდგინე რა ემართება ორგანიზმს. შენ ხო ყველაფრის დეფიციტი იქნება. აბსოლუტურად. ნუ იქ თმების ცვენა, 1000 რაღაცა, კანის, რა ვიცი. და მე იმ შევა, ანუ ნახე, შენ თუ არ მოაგვარებ ფსიქოლოგიური პრობლემები, რის გამოც ჭამდი, ანუ ყველა გზა არის დროებითი. ამიტომ ამბობ სულ ჩემს მარათონში ჩვენ ვმუშაობთ როგორც პირველ რიგში ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ ჭარბი წონა, ანუ ჭარბ წონას რო გვესმის პირველი გონია, წარმოვიდგინეთ ზედმეტი საჭმელი. ზედმეტი საჭმელი არის პირველი მიზეზი. ჭარბი წონა მოდის არასწორი ფსიქოლოგიიდან. ანუ როცა ადამიანი რაღაცა პრობლემებს იგվარებს ჭამით. ანუ როცა საჭმელი ანტიდეპრესანტია, როცა საჭმელი მეგობარია, საჭმელი უპირობო სიყვარულია, დასვენება და ბევრი სხვა რამ. ანუ ადამიანი თუ ამასთან არ გამკლავებას არ ისწავლებს, გინდაც კალორიული დეფიციტით დაიკლოს, გინდაც ბარიატრით, რითიც გინდა დაიკლოს, ეს არის დროებითი. იმიტომ რომ როგორც კი ამ რეჟიმიდან გამოვა, აქ მოდი, როგორც კი რეჟიმიდან გამოვა, ისევე ყველაფერი თავიდან დაიწყება. აი, და ეხლა შენთან ეგ სიტუაცია, რომ ერთი არ მოგიგვარებია ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც იწვევდა კვებას და მეორე ორგანიზმი დაიმშა. და ასე მესამე კიდე სამწუხარო ამბავი, რაც ჩვენს ორგანიზმს მარტო შენს და ჩემს კი არა, ყველას ორგანიზმს აქვს ეგ, რომ ესე იგი, ორგანიზმს აქვს დამახსოვრებული წონა, რომელზეც ბოლო წლების განმავლობაში იყავი. აი მაგალითად ჩემთვის ეგ არის 57 კილო. ხო და მაქედან დაკლება არ უნდა და როგორც კი კლებას მორჩები მაქედან აძლიერებს გრელინი გამოიყოფა მეტიოდენობით, ანუ შიმშილის ჰორმონი და უფრო მეტად ქშია მართლა ფიზიოლოგიურად, იმიტომ რომ უნდა რომ ის წონა, რაც ეჭირა ბოლო წლები, დაიბრუნოს, იმიტომ რომ მისთვის ის არის უსაფრთხო წონა. ამიტომ ადამიანთა 5% ინარჩუნებს დაკლებულ წონას. ნებისმიერ გზით დაკლებულ წონას. 5% მარტო. და რა არის საჭირო? პირველი ფსიქოლოგიური აი სრულიად გადაწყობა და გამხდარი ადამიანად ქცევა ფსიქოლოგიაში პირველი და მეორე მუდმივი ჩვევები. ანუ აი ყოფილმა ნარკომანმა, ყოფილმა ალკოჰოლიკმა რო იცის, რომ ალკოჰოლი მისი პრობლემაა, ნარკოტიკი მისი პრობლემა, მთელი ცხოვრება ექნება ეს ქაჩვა ჭაგას რო ეძახიან და ამას ეს უნდა აკონტროლოს და ებრძოლოს, ასე არის აქაც. მთელი ცხოვრება არის ქაჩვა და უნდა აკონტროლო და ებრძოლო. თუ იტყვი რომ მე არ შემიძლია და ხელებს ჩამოვშვებ, მორჩა. ბაშლოპა ეხალაო რო იტყვიან, ესე. შესაბამისად, ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის, რომელიც დამოკიდებული არის საკვებზე, იყო, მე ვიცი, რომ ეს მთელი ცხოვრება უნდა ვაკონტროლო და ჩემთვის საუკეთესო საშუალება არის კალორიული დეფიციტი. ეს არის ჩარჩო, რომელიც მე აქ მაქვს, მე ჩემი კუჭი არ მაკავებს, არაფერი არ მაკავებს, გარდა ჩემი სურვილისა, ჩემი ნებისა და გადაწყვეტილებისა და აი ამ ჩარჩოში ვარ, კვების მხრივ ვიძახი. და არ გამოვდივარ და თუ გამოვდივარ, ისიც დაგეგმილი მაქვს, რომ აი ამ დღეებში გამოვდი და მე ისე ვიქვა. ასე შენ მართავ. დანარჩენი ხა ვერ ვიმოძრავებ, მომზადება ძნელი. რას ლაპარაკობ? 110 კილო არ არის ძნელი.
ჩემთვის თუნდაც მე რო 59 კილო 60 მე უკვე ცუდად ვარ. აი ეგ ჩემთვის ისე ძნელია, ახლა მე არ ვიცი რა სიმაღლე ხარ, მე 161 ვარ და ჩემთვის ეგ ბევრია. და ჩემთვის ეგ ისე ძნელია, რომ მე არ მინდა ეგ, მიღირს ყველაფერი. აი წუხელ 3 საათზე დაიძინა ევამ და მე მქონდა ნაჭამი 7-ზე თუ 8-ზე, 8-20 წუთზე. 1156 თუ 36 ზუსტად არ მახსოვს კალორია ვჭამე. იმიტომ რომ ვიკლებ, ახალ წამდე კიდევ ვიკლებ. ახალი წლის მერე უნდა დავიკლებ. ვიკლებ მოკლედ. ხო და წარმოიდგინე 3 საათი, რომელიც ღამის 3 საათი 20 წუთი და რამდენი ხანი გავიდა. იცი როგორ მშიო და აი ტირილამდე. ოღონდ აი მინდა კი არ იყო. აი რომ გშია. ანუ ნამდვილი აი ეს ველური პირველ ყოფილი შიმშილი. არც კი არ დამილევია 2-3 ყლუპი დავლია. არც დამიშვია ერთი პროდუქტი რამე შევჭამდი. არ არსებობდა. გადაწყვეტილება არის. და როცა გადაწყვეტილება არის, აი ამ ნება არის, ხო, შენი და აი ამ ნების ყოფაც არის შენშია. თუ გინდა ის, სადაც მიდიხარ, გააკეთებ. ანუ და უნდა იცოდე რომ შეს ტკივილზე გადის და ეს შეს ტანჯვაზე გადის და თუნდაც ბარიატრია ტკივილზე და ტანჯვაზე გადის, არა? კი. ძალიან ბევრი ადამიანი აუფასურებს, რომ შენით დაიკერი თუ ბარიატრია ძალიან დიდ ტკივილზე გავლა და აქაც ძალიან დიდ ტკივილზე გავლა. იმიტომ შენ აი ეს და უნდა იღმულო და გაუძლო. დღეს ეს უკვე არ მშიოდა. გავიღვიძე არ მშიოდა. ზუსტად ის დრო იყო, როცა ბოლომდეა შაქარის სისხლში დაცემული და ანუ გლიკოგენის მარაგი რო აღარ არის და რომ უნდა გადაერთოს ორგანიზმი აი ამ დაგროვილი გლიკოგენის ხარჯვიდან შენი ცხიმები რომ უნდა ამოალაგოს და დაწვას. მე რო იქ მეჭამა. всё. ამჯერად ვერ გავაკონტროლებდი რამდენი შევჭამდი და მეორე წელი ომც გამეკონტროლებინა ეს დღე მექნებოდა დაკარგული. არც დამიშვია. ან როგორც აი სიმღერა როა თავისუფლება ლომთახვედრია, ეგრეა. ლომთახვედრია ყველაფერი რთულია. კაბილებით უნდა მოიპოვო და კაბილებით უნდა გეჭიროს. ეხა შენ ეგწონა. კაბილებით უნდა შენს ორგანიზმს ჯამრთელი ორგანო მოაჭერი. და ეხა შენ კაბილებით უნდა დაიჭირო ეგ წონა რომ არ მოიმატო. გაქვს ფსიქოლოგიური შიმშილი, გაქვს მოსაგვარებელი ის რომ განაცალკეო საჭმელის ადგილი მისცე და არ მოაგვარო მაგითი შენი პრობლემები, სხვანაირად მიხედო პრობლემებს, რომელიც არის ცხოვრებაში და რომელიც ყველას აქვს, ხო? სხვა დოზის. ცალკე პატარა ქვაბი მაქვს მე ჩემთვის. და იმას შვები რა ქვია, წონი და იქ ვიმზადებ საჭმელს. კი, ზედმეტი დრო უნდა, ზედმეტი ნერვი უნდა, იქ ბავშვი, იქ სწავლა, იქ ის. მინდა სიგამხდრე? აი კითხვა ეგ არის ხო? მინდა? კი. მორჩა, ესე იგი ვაკეთებ. და იქ ძალიან ბევრი მწერს ხოლმე, აი მე მინდა დაკლება, ყველაფერს გავაკეთებ, ამას ვიზავ, იმას და მე ეუბნები კალორიები და დაითვალო შენთვის საჭმელი უნდა გაიმზადო, უნდა იმოძრავ, არ შემიძლია, დრო არ მაქვს. ანუ შედეგი უნდა 100-დან 100, კეთება 100-დან 10-საც არ უნდა. და აი იმ 5-დან რომელიც ფიქრობს რომ უნდა, პროცესში 2 ხდება რომ არ უნდა. ანუ კი უნდა შედეგი, რომ გაიღვიძოს გამხდარმა, მაგრამ აი ეს ტანჯვა რომელზეც უნდა გაიაროს ეგ არ უნდა. ასე კიდე შედეგი არ მოდის. ხო და შენ მე და ყველა ადამიანს ვისაც ეს პრობლემა აქვს, მინდა ვუთხრა, რომ არასდროს აიქნება ადვილი. საკითხი არის მარტო ასე. გინდა თუ არა, გიღირს თუ არა. და გინდა ის არ არის, შედეგი გინდა თუ არა. პროცესი გინდა თუ არა. იმიტომ რომ შედეგი დგება პროცესის მერე. აი ეგ არის. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ დაიკლო სხვა გზებით და მოიმატა ისე. სერიოზული წონა, ბარიატრიითაც.
ამიტომ თავარი არის აი ეს ორი რაღაცა რა. ერთი ფსიქოლოგიურად გადაწყობა, აი აქ უნდა გახდე გამხდარი ადამიანი. და მეორე დისციპლინა. რკინის და დისციპლინა საიდან მოდის? გადაწყვეტილებიდან. ეგაა საშველი. მეტი არ არსებობს. ჯერ სამწუხაროდ შეიძლება ოდესმე მე გამოიგონონ წამალი ან ნემსი ან რა ვიცი რამე, ვჭამოთ 10,000 კალორია დღეში და წავიდეს და დავრჩეთ ჩვენ წონაზე. არ ვიცი, შეიძლება გამოიგონო. დღეს ეგეთი არ არსებობს. ყველაზე ძლიერი წამლები, ყველაფერი რაც არსებობს, ბარიატრიაც მათ შორის, იმაზეა აგებული, რომ ვერ ვჭამოთ. ან მაგდაკ დაგვიქვეითდეს, ან კუჩში აღარ ჩაგვეტიოს, ვერ ვჭამოთ. შეგვექმნას კალორიული დეფიციტი. და კალორიული დეფიციტის შექმნა არის ერთ-ერთი ჯანსაღი და ყველაზე სწორი გამოსავალი და ამაზე მუშაობა. მიყვარხარ და ყველაფერი გამოგვივა. თუ საკმარისად გვინდა და ჩვენ ნებას ვყოფთ. ნების ვყოფ. ყველას გვაქვს ეგ. შენ რა კაი გაქვს, მე არ მაქვს, ეგრე არ არის. ყველას გვაქვს. უბრალოდ საკითხავია, რა უფრო გვინდა? საჭმელი თუ შედეგი. ეგა